Ფასონადური მოგესალმებით, გილოცავთ დღევანდელ დიად დასასწაულს. დღეს რომელმაც სამწუხარო დროებით, მაგრამ ფაშის დაუსვა წერტილი და ამ ბრძოლაში ძალიან დიდი ღვაწლი გაიღო ქართველმა ადამიანმა, ქართველებმა და ოჯახი არ არის საიდანაც არ წასულიყვნენ ომში და უკვე იყო 300,000-ზე მეტი დავკარგეთ. ქართველები დაიკარგნენ ამ ომში და მაგრამ ეს იყო ის ხერხი, რომელმაც შემდეგ საქართველოს მისცა გაბრწყინების აღორძინების და აყვავების საშუალება. გილოცავთ ამ დიად დასასწაულს და პირველ რიგში მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას მობრძანებისათვის. ეს არის ისეთი საქმე, სადაც ყველა ქართველი უნდა იყოს იქ, სადაც მას გული მიუწევს. ეხლა ნება მომეცით წავიკითხო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბატონი ვლადიმერ პუტინის მისალოცი წერილი დიდი საომლო ომის ვეტერანებს და საქართველოს მოქალაქეებისადმი. ძვირფასო ვეტერანებო, პატივცემულო საქართველოს მოქალაქენო, გულითადად გილოცავთ ჩვენს საერთო დღესასწაულს. დიდი გამარჯვების 80 წლის თავს. ამ საიუბილეო თარიღს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთის და საქართველოს ხალხებისათვის. ჩვენს ქვეყნებში არასოდეს დაივიწყებენ დიდ გმირებს და უძინეს გასაცილს, რომელიც თავს დაარტყა გამარჯვებულთა თაობას, ჩვენ მამებს და ბაბუებს, რომლებიც მამაცურად მხარდამხარ იბრძოდნენ დამპყრობლის წინააღმდეგ ფრონტზე და დაუღალავად ფრონტის ზურგში აახლოებდნენ ნაციზმზე გამარჯვებას. ჩვენი წმინდა მოვალეობა შევინარჩუნოთ, გადავცეთ ჩვენ თავმოყრობას, ჩვენთვის ნაანდერძავი მეგობრობის და ურთიერთხარდამჭერის კეთილი ტრადიციები. არ დაუშვათ ჩვენი საერთო ისტორიის დიდებული ფურცლების გადაწერა და შუღლის დათესვა რუსეთს და ქართველ ხალხს შორის. მთელი სულით გისურვებთ თქვენ პატივცემულო ვეტერანებო ჯანმრთელობას, სულიერ სიმხნევეს და დღეგრძელობას. საქართველოს ყველა მოქალაქეს კი მშვიდობას, კეთილ დღეობას და უზრუნველყოფილ ცხოვრებას. ვლადიმერ პუტინი, ქალაქი მოსკოვი, კრემლი, 9 მაისი 2025 წელი.